მაგ ვარაყიან ცხვირპირში მეტყვა. გადასარევი იყო, გადასარევი. აპა რავი, დაახიეს, დაგლიჯეს მიჯება ყველაფერი ვიო. არა, ეგი ვერ ვყავს, შემიხოია, მაგრამ ხასიათზე, მაგრამ ეს მიზამისიც ვიო, მიზეზია და ყველა. გადი კაც თავი დამანები შინა. რა შეინტერესე ახლა მაყურებელს რა მიზეზი მაქვს მე და რა დგემებუტაი ჩემი მარო. აი სამამსა ეჩემისა. სულთა პროვოკატორი ხარ, აი პროვოკატორი. რაგინა, ვიჯო, რუიცი, ვიჯო, ხანდახანე დაუბიკრებელი ქმედებები და ლაპარაკები. აინტერესებს მაყურებელს ყველაფერი შემოძამია, მათ შორის მაამბავი ზუსტად რატო გეჩხუბა შენ მარო. აინტერესებს არა ისა და აიცა რა გეხვეწებიო, აი. დედა ბიჭო, ვინ არის ეს უგანაჩენო კაცი ვიჯო? ჯოკოვიჩი რო ნადალისიდან დადის, მაგ აინტერესებს და მიხოდა მაროს კონფლიქტი არ დაინტერესებს ვიჯო? დაიცა კაცო, რევში ძახშინა. მართლა დადის ჯოკოვიჩი ნადალისიდან თუ თანა? მე რა ვიცი კაცო, ისე თქვი სიტყვა. ვინ არის ეგენი რომ საერთოდ? მეც მაგას არ ვიძახით, ნო, ვინ შეფეხები არის ეგენი საერთოდ? მე ვიცხოთ რეგიონალური ამბების მოხილვა. გამაგია, დაეწე ხა. მარო მაინც არ გამოვა. არის ოთახში ჩაკეტილი თავი თვითნა. დილითა ჩვენი გავიცხელეთ რაღაცეები. არა მაინც არა უნდა, კაცო, ვერ გავიგე. რა გავაკეთე ახლა ეგეთი? მოხუც ქალბატონსა მივეხმარე, ბარგი მივატანინე სახლამდე, ბიჭო. რა არის ამაში გასაბუთი საწყედინებელი აქა, კაცო? აბა ბიჭო, აბა გადაღზუებული ბებერი იყო. 30 წლის ფოტომოდელი, ბიჭო, ბებერია. რა 30, ბიჭო? ეგა კაი 32-ზე მეტი არ იქნებოდა. მაგი გამო უნდა გამბუტვოდა და ჩამეშვა დინგი. მიდი დაიწყე, მიდი კაცო რა, მიდი. ფერს ნუ მალაპარაკე, ფაიქა ხალხი გვიყურებს. მე კიდე ვიწყებ ზამია, მაგრამ შენ თუ არ შოურიგდი მაროს, დავრჩევი და დავწყდები ჯიერი ზამია შენ. რავი, ვიო, შაურიგდი ხო, მაგრამ უნდა ვქნა, რამეს მოიფიქრე, მორჩეთ ახლა ისე სხვათა შორის რაღაცა მოფიქრებული მაქვს და გემგმემრე გაგანდობ თქვენსა. მიდი შაცხებანამდე. კაი ზამია, ახლა უნდა განახოთ სასწაული. მიდი ჰა. სასწაული უნდა განახოთ, ესე იგი, რაც ქუთაისში არ ჩავსულვარ, საწასულა ვინ ტექნოლოგიურად გედევირია კაცი კაცო. ნახე ფოტო, ვიო, ფოტო. აყალებ წნევა მაქვს ისედაც საკაცო. ფოტო შეხედე ზამია. რა არის? ქუთაისური თოვლმავალი ტაქსი. ეხლა ეგეთი ტაქსი მართლა შაიქნეს ქუთაისელებმა თუ კომპიუტერში იტყვევიან რაღაცას. ეაკია მაგასა. ეაიცა ფეიკია. თუ ნაღდი ტაქსიეთი მოღირღი ახლა მიდი. რა ვიცი ზამია, არც ერთი გოუჭირდებოდა ქუთაისელებს და არც მეორე. მაგრამ მე უფრო მართალი მგონია. არ გახდიდნენ მაგას ახლა სალაპარაკოს ჩემი ქუთაისელებს. აი ამაი რომ გამაიძახებენ. ოპერატორი რა შეუნება, იო. თქვენთან მოესრიალდა ბადრიჯი ფერი ტაქსი. ნომერი ესა და ისო? მე ის უფრო მაინტერესებს ის სანტა-კლაუსი სად არის, სად გადმოსვეს და სად გარაკრასკეს მე ეს ტაქსა. დედა რამდენი მომში არ შემოდა უსაჯო უსანები კომპენევა. იგრე მეც ვფიქრობ, თორმავალ მანქანაზე მე მგონი რომ არ გვაწყვენ და აქა ჩვენთანაც კახეთში. რავი, მარტი გიჟია. შეიძლება შემოbrunდეს საეგრე ზამთარი და მე რა ვირიტაჭკა მაქვს, დაუყენდი ჩემს სათხილამურებსა და მიდი, ასრიალდი ჩამოსრიალდი. თან დამყავდი. დედა ბიჭო, დედა ხანდა მართლა წნევა გაგშერგი. მე რა გოუგვალავში რა ფერგეულის ვიო ვირი. დაფიქდი რო ლაპარაკო რაცა. აბა რო გეუნები რომ ტვინი არა გაკებეთქი. წინა რო შემოირიგე, მაროს გაუშვე, ბიჭო. როგორც დეტა ტრაქტორი ეგრე წმინდავს ეგაგზას. არა უნდა შაურიგდე ვიო, მიდი არ გამოვა, მაგი გარეშე ხედავ რომ აი გიგონება რაღაცა მაკლია, ყელები, პეყები და რავი. მიდი გააგრძელე მიმოხილვა. მაგლიერაც ეს გაჩარი პროექტი. კარგი, შენ აი ეხა მაგარი ამბავია ევროპიდანა.
კერძო და ევროპიდანა. ევროპიდან. ქუთაის მიასკდები ხოლმე, მე ნახე სადავარ გასულ. მაგით არ არის ბაგი. მოკლეთა კერძოდ იტალიიდან. იტალია. უფრო კერძო და კიდე ბოლონიიდან. ესე იგი, ბოლონიაში გაიმართა ღვინი ფესტივალი, სადაც მარტო კახეთმა დაუგდე ყური, ვიდო. მარტო კახეთმა. 9 ღვინის კომპანია ამონაწილეობა შიგა. ხედავ შე. და ბარემ კახეთში შეეტარებია. სულ კახური როგორ თრევია, ზიგავდი ბოლონია პარაკი. სულ ჩვენო სვამთ, იმათაც ხო უნდა გავასინჯოთ, ვიდო. თანა მარტო ჩვენ კი არ ვიყავით. აგე 1000 კომპანია იყო ჩასული სხვა იმიდანა, ქვეყნებიდანაც, აიქა. შეოჯახაჯერებულო, კახეთში ზოეტოებია, ცოტა ღვინო სულ გაზინეს ბოლონიაში. ბიჯო, დამშვიდი კაცო, შენი სამყოფი დატოვებულია, განა რამდენსასო, ორ ჭიქაში გდიხარ ტარიკაჭკაჭივით, არო. როგორ აყვედრის თავსავ თელ საქართველოს, ამის დალეული არ მანა. ვიზეურები შენ რო ღვინოს ვიდენ ველაი დამკვეთა კლასში. მე მეურევი მაგასა. აი, ერთი მარო არ იყო გაბუტული, დაგიმტკიცებდი ყველაფერსა. აი, ეგრეა, დაისვი ფეხზეო და თავზე აკაცოცდებაო, ეგრეა. ზუსტად. შენი გულით არ წავედი მე მანდა. საერთოდ რო იცოდი. მე მეთქი ბიჭებ რაღა დავალევინო, სულ ბოლონიელებს თუ ჩავახეთქე იქა მეთქი ყველაფერი. მაგრამ აბა ვინ დაგიფას? შეტ ვიდეო მაქანაებს გეუნები. შეგაგახარეს ღერთი. მიდივე და გამეიტანე ვიდეო, გამეიტანე. რას მანევრიულებ, მოგდი ნევრიულებ. დამთავრებინე ვიდეო ჩიტოვიჩი. მართლა ვიღაც სარეგონოს ეხა ვეშაპებით დასვაო კაცი. გურუნდებით თემაში. თემასთან ახლოს მინიმუმ. თურმე. აი მეღვინეება ჩვენებმა რა. ევროპელები გადააფრთხილე რა. თუ არ გინდა თორო იჩხობათო, ეგე თელავი და გურჯანის ღვინოები ერთად არ დალიოთ. რა იგეში? იმიტომაც აიგარე დემოკრატია და სიმშვიდე ძავია. მაგცეს რო იცავენ. კაი მივხედოთ ახლა გავაგზელებ მიმოხილვას ახავე. სასწაული ამბავი უნდა გითხრა ჩემო ძავია. მიდი აი შემსუბუქებები. აკლები რა აკლები ხო ის რომელია? როგორიც? მარომილი ეს არის ენოტი. ვაქნები რომ აკლები. მემრე დაილაპარაკო? არა კაცო. აკლები ჩამეიყვანეს ყაზბეგში. ნახე ბატონო. ესე იგი ჩავარდა დელიგების ბიზნესი. აცი აკლები დილეგერგეთზე ზეით. როდი სახდება ეს ამბო? ახალია ბიჭო. რა არის ახალი უტინო ხარ მეთქი. სად იყვნენ ნეგენი? გეგემ რო ჩამაიყვანა აკლები პირდაპირ იმაში. თელავში. და მეორე ბორჯომში. მერე სხვა ფოტოგრაფებმა მოუკლეს, თორე ეგ ფულს აკეთებდა ძმაო, იმიდე დავატირე. იც შენა ეგ ამბავი? არა. ბიჭო, ვიცის რო ამბავი ჩამევიდა ორი კვირა რომ არ ხავდა. აკლები დირექტორი იყო თავიდანვე ახალგაზრდობაში. ერთხელა მე მისულა სურათი გადაღებინა, თვრალი 6 გურჯაანელი. კიდე თორე ყველანი უნდა შავასხდეთო ზედაო გადაგვიღეთ სურათი. აი ახალი ხილი იყო მაჟინა ეგ. აკლები ზოლა ახალი. ფოტოგრაფია უნება თურმე დაიცო შვილო, აბა რანაირათო 6-ო ისო იქამდე მივიდა საქმე, ეს შენი გეგე გამაიძახეს დირექტორი. ნუ გვიჭირს რა? აკლების დირექტორი ხო, რა ჩააღე. უთქია შვილო, აბა დაეწყნადით ახლა 6 კაციო თანგურჯანელები ხო დამიმთხვა აკლემიო. და თან ეს აკლემი ეგრე შვება, როგორ შვება? აი, ცოტა მოხუცებული აკლემი ხო, ვერ გაიგო სადი. კვილების ვარ ხო. 6 კაცი უნდა შავაჟდეთ კიდე თუ არა, ამას უთქვია გეგეს გაუყანე, მაიხერდი აქეთო შენაო, მაგ აკლემს უყურებო 12 კაცი ვასხედავთ უკვე კისერდა და კიდე 6 კაცი. აია. მაგიდი ახალი ამბავი, რა ახალი ამბავი კაცო, რა სალამ. და ყაზბეგში ჩამევიდა, ოიო, აკლებიო, ყაზბეგშიო და ვიღაივლის საწიმე. რა ვიღაივე, დათოლი გზებია გერგეცე. მანქანები ვერადია უნდა, აკლემია ვა. როგორ ორხიდიანი აკლემია, ვა. აი და
ორგუზიანი გამიგე და ორ ხიბიანი არა მიჯო. აი ახლა რომ მარო იყოს აქა, როგორ უნდა შავი გოიცოდა. აი მე მიხო წამიყვანე რა ყაზბეგში არ მეტყო და აკლევით მაკატავე ხო გაეწყვიტავდა ხელს ყარში გუბედურსა ჰა კიდე გაეხლა მომენტი არ არის არიგებული ხო ვიცი მე ნატრება მოსმიჯვა აბი შეხდაგული ახლა ტრადეგრია მიდი ვიჯო მიდი მართლა რო გვაკლევით იქცევი მიდი წაიკითხი ჯო ამბავი მიდი ჰა აი ზაბია გადავაგზელებო მეგი არ მეზარება მაგ მიდი ჰა ვერიღავით კარგად ერთად და თკბილად და წევიკითხავ მაგრამ მიდი გადავიდეთ საერთაშორისო რეგიონულ რამბებზე ესე იგი მაღალი ინფლაციის გამო ბელგიელების საყიდლებისთვის საფრანგეთში დაიარებიანო თუ ჩვენ შეგეარო ოღონდ ჩვენ თვით ლილუა საფრანგეთში რა პრობლემა ეს კი არ ვიცოდი კაცო საფრანგეთში თუ ინფლაცია იყო და შემები რატო არ გადადიან აბიო პრინციპში მაგერი მაინც არ ყიდულობენ შენები ვინ არის ეგენი ჩემები დარჩა ვინმე ამოდენა ხარი აქაზი ხარ იქნება აღარავინ აღარ დაგცა შენები რა გედილა თესო განშორები არ გადადის აჩენდი ვიო დაიფიქდი ახლა რა დავფიქდი ვითომა ვიჯო უყურე გურჯაანშიც ინფლაცია აბა რატო მაგაზე რატადიან მაშა გურჯაანელები თელავში ბაზარის საყიდელებზე აი მითხარი მაგი არ ვიცი ზამია მაგრამ თელავში რო ინფლაცია დაიწყოს შენ არ წახვალ გურჯაანში სურო 1000 ჯერ გაძვირდი 1000 ჯერ გურჯაანში მაინც არ გადავა ეგრეა ეგა ავიცი ზამია იმღერა გურჯაანზე წინა მიმოხილვაზე სიმღერა და ეხლა ეგ არ გამახსენო ძალიან აქ თხომ რა ის კი არ ვიმღერე მომღერე ეხლა რომ მოგიშვებენ ეხლა და დრაბილკის იმაში ჩაგაყოფილებენ ხელსა არა ძნელია რა კლავი მოგნეჯა სარაჯობია იმერო რამოდენა ვერ ახედავ ერთხელ თუ გრავს ტაშა იჩემისა აბა ვიო იარი მღერე მოსახლეზე რა მე დაიდიდანი აქ ო არა და ბიჭო ვეუნებოდი იმ ფრანგებსა აი როგორ უნდა მეთქი მოქცეულიყვნენ აი როგორ უნდა მაიქცეთ ინფლაცია არ მომხდარიყო მაგრამ ვინ გიჯერე ჯო ვინა ხო რა მაგრამ ზავია რა მაგრამ და ქართული არ ესმით მო მაგ ჩემისებსა და რას გაიგებდნენ მე კეუნებოდი და მე რა ჟოლეტენ და ჟოლოტომ მე არ მე გეტყვი ზამია როგორ უნდა დაძლიონ ფრანგებმა ინფლაცია მიდი ერთი აი მიდი ჰა შეგადე დამიგდე ყური კარგად მაგას უნდა ზამია სწორი მენეჯმენტი ვალუტის სტაბილურობა პროდუქტის მოგრილი იმპორტ ექსპორტი და სწორი საგადასახადო სისტემა ე შენი ყავი რას მიყურებ ზამია მეც რა ვთქვი რა დიჯერ მყოფილო რა დიჯერ დავის საუკუნეები ავიდე დავადინე ხედა. საიდან იცოდი? კაცი არა. სადმა ქუჩე. ო და რა გითხარი ძახ? რუგა გავამეორები ვიბა. მომავკლა მის მაწუწურ მაეგეთი გონება და გახსნილი ტუღარ ვინო რაღაცეები დაგვარიგია კაცო. აბა რას არ მიგიდებ ყურს და. არ გიგდებ ყურს კი არა მოკლეთა ახლო მაიც. ეგ ძალიან ახლოა. ეხლა უყურე. ეხლა გიო შენა გამოსტილი კაცია ეგა შარიგებებში. დიმა ჭირდება. აი ეს ორი ვიღბულო არ მიდე. ესე ცუღლუ. არა, აბა ცუდი ისა, კაცო, ფეხ. ეხლა უყურე შენა, მე შენა, შენ ჩამოჰკრავ გიტარაზე, კაცო. აი ხო, ჯო, როგორ ყველაფერი იქა გაქსენა. მე კლავიშ დაკრავ. ოღონდ ეხლა მოსუქებული ხარ, ორ კლავიში ერთად არა იყო, ჯო. შენ ჩაულ რეჟიმში, დიმა. უხმოთა მარტო ხელებით. ვამ ხედავ რო ჩამოარიგე ეს თანამდებობებია, განა სამი ხო რა ხარ? რა ხარ? მაჩვი ხოიც? მაჩვი? აგე იმის გარებიძაშვილი, გოგიგაში. არა, ჯოიგრა. მაჩვი? არჩვაძე, დათო. ჩვენი ძმა, მაგას ვენაცვალე, რომელია? ხო, ვითომ ძალიან იცნობს. მოკლეთა დავითას გაუგია ეს ამბავი. სიმღერა მაქვს დაწერილიო და აი ეს სიმღერა და უეჭველი შაგიშვებს შიგაო. რა სიმღერა? ანუ საძინებელში რა. ხო.
ეხლა მე, ეხლა თქვენ დახმარება მჭირდება რომ დავკრა დოლი გავწიო რაღაცეები. ხო, ძმაო, არ არის ძმაო პრობლემა. და ის დარწმუნებული ხარ ახლა მას სიმღერაზე უჩუქდება გული? რა ვიცი, ამით ჩუყევია ადრე. დრო იყო და მოვიდომებთ რაღაცეებს და თუ აუჩუყდა, ხო გეშონება და შაშავსა საღამოთი ვახშავსა. თუ არა და ეგ გავკრავთ სადმე, იძველი მუჯუჟი კი არის და დაბა, ერთშაბათს დიდოლი თავზე შეერჩება მე. არა, შენა ეხლა ცოქლი ჯგუფიო, პოეციო მართალი ეგონათ, მე ვიცი მაგი წამალი. დავიდე ბიჭებო, საადოდ კაცო რა. ერთხელ კიდე მოუხადოთ დავითას არჩვაძეს ამადლობა. რომელმაც ჩარიგების სიმღერა გვაჩუქა. შარიგების? აბა წავენ.